მოგესალმებით პატრიციულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირი ობიექტივის გადაცემა CV პასემ, თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღეს ჩვენი გადაცემა დაკავშირებული იქნება, როგორც ჩვენ დავაანონსეთ უკვე შეერაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ოპტიმიზაციაზე, იმ პირას შემადგენლობაზე, რომლებიც დათხოვნილი არიან ჯარიდან, რომელსაც ეხლა დაითხოვენ ჯარიდან, იმ სტრუქტურებზე, რომლებიც იყო ჯარში და როგორც ვარაუდობენ, რა იქნება შეერაღებულ ძალებში. და საერთოდ ამ კანონიერებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კითხვა არის და ეს კითხვა ჩვენ უნდა დავსვათ, თუ არის საშუალება იმისა, რომ რაღაცა გამოსწორდეს, რაღაცა კურსი შეიცვალოს, რომ ხარში დაუდგეთ შეერაღებულ ძალებს, რადგან შეერაღებული ძალები არ არის ტექნიკა, არ არის მარტო ის საყაზარმო ფორმა, ეს არის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, თავისი ოჯახებით, ქმნიან სახელმწიფოს უშიშროება ეს არის ზუსტად ის, რომ ადამიანი თოფით დგას და იქ ვერავინ ვერ შემომისაღწევს, ვერავინ ვერ დაეპატრონება. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია, რომ სამხედრო საზღვაო ძალები ხო ადრე გაუქმდა, ის აღარ არის უკვე და მის აღდგენაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი, თუ სახელმწიფომ ეს არ მოინდომა, იმიტომ რომ იმ სახსრებით, რაც ჩვენ დღეს გაგვარჩნია, ჩვენ შეგვიძლია ორი ფლოტი ასეთი გავაკეთოთ. ამის არის სპეციალისტები, ამისი არის დასკვნები, ამისი არის ექსპერტი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩამოაყალიბდა ჩვენს გადაცემაში იყო. და დღეს კიდევ ერთი თემა, რომელიც დაკავშირებული არის სამხედრო საჰაერო და საჰაერო დაცვის ძალებთან. ამათთან დაკავშირებით ავიაცია და საეროდრომო ქსელი და მინდა გითხრათ ისტორიიდან, ახლო ისტორიიდან, რომელიც საქართველოში, როდესაც დამოუკიდებელი გახდა საქართველო, ამ დღიდან დაწყებული, საქართველოს ტერიტორიაზე 22 ბეტონის გამართული აეროდრომი იყო, პირველი, მეორე, მესამე კლასის და მათ შორის 6 იყო უმაღლესი კლასის აეროდრომი. 4 შეუფრენების აეროდრომი იყო. ამის გარდა ისეთი აეროდრომები, ყველა რაიონს თავისი აეროდრომი ყავდა, სადაც შეიძლებოდა საფრენი აპარატების მიღება, ან გამოყენება მისი ნებისმიერი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე. ბევრი რო არ ვლაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი არის დღეს ბრიგადის გენერალი, ყოფილი საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების სარდალი, ბატონი ამირან სალუქვაძე, რომელიც ამ საკითხებში ჩვენთან უკვე ბევრჯერ იყო ამ სტუდიაში, ბევრი ილაპარაკა, აქვს სრული განათლება, აქვს სრული ინფორმაცია იმის, რა იყო, დღეს რა არის და რა გვექნება ხვალ. და როგორც ადამიანი, რომელიც დღესაც ძალიან ბევრ შრომობს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ეს ოფიცრები, ბევრი მიმართვა აქვს გაკეთებული უმაღლესი მთავარსარდლის მიმართვა აქვს გაკეთებული მთავრობის მეთაურის მიმართვა აქვს გაკეთებული პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რა უნდა გაკეთდეს, როგორ შეხვდა თავდაცვის მინისტრს, ელაპარაკა მას, აუხსნა სიტუაცია როგორიც არის, მაგრამ დღეს გულისწყვილით ამბობს, რომ ამ სიტუაციაში აუცილებლად არის ისეთი ადამიანების და ისეთი იმდენი ადამიანის ალბათ ჩარევა, რომ ის რაც ჯერ შემორჩა, კიდევ რომ ბოლომდე არ დაინგრეს და შემორჩა ძალიან ცოტა. ბატონო ამირან, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სტუდიაში არასდროს უარს არ მეუნებით, ავათხართ დღესაც ვიცით, მაგრამ აი ესეთი როგორც სამხედროებს ეკადრებათ სწრაფი ტემპებით თქვენი ჯანმრთელობა გამოასწორეთ და შეგიძლიათ უკვე იბრძოლოთ. აი ჩამონათვლიდან გაკეთებული, აი ჯერ განცხადება გავაკეთოთ იმათთან დაკავშირებით, ვინც განათავისუფლეს, ჩვენ ვიხარია ყველას, ამიტომ რომ თქვენ მოგანდოთ მათი, რომ მიულოცოთ მას და ალბათ ერთადერთი დღეს, რომელიც იქნება მადლობა პრეზიდენტისთვის, ალბათ ეს იქნება, რომ განთავისუფლდა ეს კაბელის საქესთან დაკავშირებით. მეც აღარ შეგიშლით ხელს, ხოთ ბატონო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები კიდევ ერთხელ ობიექტივის ტელემაყურებელს. ჩვენ ამ თემებზე, რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ და დღეს დროიდან გამომდინარე, რასაც შევძლებთ კიდევ შევეხებით მაქსიმალურად ყველაფერს. რა თქმა უნდა, უერთები მე თქვენს სურვილს, მიულოცოთ ნამდვილად გათავისუფლება 5 თანამშრომელს თავდაცვის სამინისტროსი. ჩვენ ოფიცრები ვართ, მე არ გავყოფ თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქოებს და სამხედროებს, მაგრამ პოლკოვნიკ კაიშაუს როგორც ოფიცერს
კიდევ ამბობ მე არ ვყოფ, მაგრამ ჩვენ გვიმსახურია წლების განმავლობაში ერთად. ახლოს ვიცნობ პირადად. მე ერთი რამ მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ადრე ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე და მე დავწერე კიდევაც რამოდენიმეჯერ განსაკუთრებით ამ თემასთან დაკავშირებითაც თავის დროზე. ისეთი სისტემა უნდა იყოს შექმნილი, რომ ოფიცერს ისეთ საკითხებთან, რის გამოც შეიძლება მის მიმართ სისამართლის პასუხისგებლობა აღიძრას, შეხება არ უნდა ჰქონდეს. ოფიცერს პასუხისგებლობა შეიძლება მოთხოვო მხოლოდ საბრძოლო მზადყოფნაზე, საყარაულო სამსახურზე და ასე შემდეგ, ანუ იმ საქმიანობაზე, რისთვისაც მას ამზადებენ. ოფიცერს არ ამზადებენ საფინანსო და სხვა საკითხებისთვის, ხელშეკრულების მოსამზადებლად და სხვა, თუმცა გვიწევდა ხოლმე ამის კეთება და ეს არ არის სწორი. ჯარში იყო სამხედრო ფინანსისტები, დღეს ახლა დაყოფილია ფინანსების მართვა, ეს არის სამოქალაქო ბლოკის საქმე, ოფიცერი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს უნდა აწერდეს ხელს და არა დანარჩენ სხვას. მე ამ საქმის დეტალებს არ ვცნობ, ამიტომ სიმართლე გითხრათ, ვერ განვიხილავ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოფიცერი ციხეში არ უნდა იჯდეს თუ მას აი ეს გადასწორებული. ეს პირველი ხო არა ბატონო, თქვენ გახსოვთ. ბევრი ადამიანი პროაშილმა რო ჩასვა ისინი, რა ქვია. შემდგომშიც იყო ახლა პოლკოვნიკი დემეტრაშვილი, ჩემი ყოფილი მოადგილე, გასაგებია რომ იქ რაღაცა ინციდენტს, ავიაციო ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ვიცი იქ დეტალები რომ თლათ სწორად არ მოიქცა ადამიანურად, მაგრამ მაგის გამო ციხეში არ უნდა ჩასვა ადამიანი, რომელმაც აფხაზეთში იბრძოლა, მანამდე ავღანეთი აქ მოვლილი, ჩერნობილი, სამი ვარსკვლავი და ასე შემდეგ და ასეთი უამრავი მე ყველას ვერ ჩამოვთვლი. მოდით ეს თემა რომ დავასრულოთ, მე კიდევ ერთხელ ულოცავ მათ გათავისუფლებას და ასევე მინდა მიულოცო გიორგი ცერცვაძეს გათავისუფლება, ისიც ჩვენი ოფიცერი იყო, რომელიც 90-იან წლებში როცა დაჭირდა ქვეყანას ისევე როგორც ბევრი ჩვენთაგანი მოვაშურეთ საქართველოსკენ, მან გამოიარა ყველა ის გზა, რაც უნდა გაევლო ოფიცერს, შემდეგში ნაგან ჯარში იყო, როგორც ვიცი, მას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა შემთხვევაში მისასალმებელია, რომ დღეს ის კამერაში არ იმყოფება, იქ პროცესები გრძელდება და უსურებ, რომ ეს პროცესები წარმატებით დასრულდეს და საერთოდ ვისურვებდი, რომ შემდგომში აი ხაზს უსვამ, დავფიქრდეთ, ისეთნაირად დავაწყოთ ჩვენ თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რომ ოფიცერს ესეთი სისტემურად ვერ უნდა ჰქონდეს შეხება და პრობლემა არ უნდა შეგაწყვეტინოთ, მაგრამ აი ამ საკითხებთან ოფიცრებთან და აი თქვათ ტრიბუნალზე და სამხედრო პროკურატურაზე რას ეთქვით? და მე მიტოვ ვახსენე სამხედრო ფინანსისტები, რომ ანალოგიურად იყო სამხედრო იურისტები. და ჩვენთან ესეც ყველაფერი ასაწყობი არის, ახლა სამხედრო იურისტების მომზადება უკვე ესე მარტივად ხო, ამას დრო დაჭირდება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, არ არის საჭირო. რა ქვია, გოგიტიძე ხო ყავს? არის გენერალ-მაიორი. ხო, არის ხალხი. იუსტიციის გენერალ-მაიორია. სამხედრო ის აქვს სულ დამთავრებული, სამხედრო პროკურორი იყო და სამხედრო ის აქვს მოსკოვშიც დამთავრებული. ჩვენს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში შეიძლება გაკეთდეს პატარა ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად მოამზადებს სამხედრო საკითხებთან და იურიდიულ მიგეში უნივერსიტეტში შეიძლება მათმა ხო ყველაფერი უნდა იცოდეს. ხო, მაგრამ ის სამხედრო სპეციფიკით უნდა მომზადდეს. მან უნდა იცოდეს ზეპირად სამხედრო წესდებები, როგორც ჩვენ ვიცით. ყველა კანონმდებლობა, რომელიც ერთწლიანი კურსი გაკეთეს. ან იქვე გაკეთეს, არა ამ მნიშვნელობა. ოფიცრების გადამზადება შეიძლება. იგივე სამხედრო პოლიციაში ოფიცრები, რომლებიც მსახურობდნენ კეთილსინდისიერად და მათ მიმართ არანაირი პრეტენზიები, ისინი შეიძლება გადაამზადონ, იმიტომ რომ მათ უკვე სტაჟი აქვს, ნამსახური აქვს, ჯარი უკვე ნახეს და შეიძლება მათგან შერჩევა დაუშვათ 15-20 კაცის, რომელსაც მოამზადებდა სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნავ, იქნებიან გენშტაბში, იქნებიან სარდლობებში, ბრიგადებში, სამხედრო იურისტები, რომლებიც ყოველთვის კვალიფიციურ რჩევებს მიცემენ მეთაურებს და არა სამოქალაქო იურისტი, რომელიც მოდის იცის მხოლოდ კანონმდებლობა და არ იცის ჯარის სპეციფიკა. გადავედი ძირითად თემაზე, რომ დროს საგვართმევს, ისინი ძალიან ბევრი პრობლემებია და ვერ გავხსნებით ყველას. მოდი ჩვენ მაშინ დავიწყოთ, რა ვიცი, რომელი თემით დავიწყოთ, საჰაერო თავდაცვით. ჩვენ უპირველეს ყოვლისა მიმდინარე მთლიანად სისტემა, რომელიც მიმდინარეობს შეერაგებულებას, კანონიერია თუ არა, როგორ უნდა კეთდებოდეს რეფორმა, ოპტიმიზაცია, ჯარების დათხოვნა, აი როლი პარლამენტის, პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის და თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და მინისტრის. გავიგე. ყველა რეფორმა
არის საერთოდ კომპლექსური პროცესი და უნდა ისახავდეს კონკრეტულ მიზანს. ის არ უნდა იყოს ცალკეული პიროვნებების მიერ რაღაც ჩამოყალიბებული ერთი ხედვაზე დაყრდნობით, აი ხედვა სიტყვა შეიძლება კონდეს პოლიტიკოს, რომელიც მოდის თანამდებობაზე, რომ მისი აზრით როგორი უნდა იყოს თავდაცვის სამინისტრო. მაგრამ ამ ხედვებზე დაყრდნობით ვერც ერთი მინისტრი ვერ უნდა იწყებდეს, აქაც სისტემა არის საჭირო, რომ სისტემურად მას არ უნდა კონდეს იმის უფლება, რომ თავის ხედვებიდან გამომდინარე ახლიდან რევოლუციურად მე მხოლოდ დღევანდელ მინისტრს არ ვლაპარაკობ, მე ყოველთვის საუბრობ საერთოდ ზოგადად, აი რაც ხდება ჩვენ შეარაღებულ ძალებში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. ყოველთვის იყო ესე, მოდის ახალი მინისტრი და იწყებს რევოლუციას. ეს არის ძალიან ცუდი. იგივეს აკეთებს ფაქტიურად გენერალური შტაბის უფროსი იმ სიტუაციაში, შემთხვევაში თუ მას უსმენენ, თუ არ უსმენენ, უბრალოდ გადადის კონფორმისტულ მდგომარეობაში და ასრულებს იმას, რასაც ეუბნებენ. ეს არის ყველაზე ვარესი მდგომარეობა. რეფორმა ითვალისწინებს ჯერ მიზნების დასახვას, რა გვინდა ჩვენ რეფორმის შედეგად მივიღოთ. ამის შემდეგ უკვე იწერება ყველაფერი ამ მიზნების მისაღწევად, რა ამოცანები, რა ღონისძიებები, რა არის გასატარებელი, სტრუქტურულად რა უნდა გაკეთდეს, კანონმდებლობის დონეზე რა არის გასაკეთებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი პაკეტი იკვრება მთლიანად, ჯერ ეს უნდა მომზადდეს ქაღალდზე თეორიულად და შემდეგ უნდა გაიაროს ამან ის ეტაპები, რაც თქვენ ბრძანეთ. ეს უნდა რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ მინისტრი კაბინეტის წევრია, უნდა გაიაროს ეს მთავრობაში. უნდა გაიაროს ეს აუცილებლად უშუალოების საბჭოზე და უნდა დამტკიცდეს ეს ყველაფერი უბრალოდ მოსმენებიც უნდა გაიაროს მანამდე თავდაცვის და უსაფრთხოების უშუალოების კომიტეტში და დამტკიცდეს უნდა ეს ყველაფერი უშუალოების საბჭოზე უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. აი ეს არის ის აუცილებელი პროცედურა, რასაც ნებისმიერი რეორგანიზაცია დავარქვათ თუნდაც, კიდაც რეფორმა რას ნიშნავს? შეარაღებული ძალების რეფორმა ესეთი არ უნდა არსებობდეს საერთოდ. მთლიანად რეფორმა შეიძლება დაჭირდეს მის ცალკეულ რაღაც ელემენტებს. ჩვენ ვერ მივედით იქამდე, უკვე მეოთხედი საუკუნეა არმიას ვაყალიბებთ და მუდმივად ვართ აი ამ ქრონიკული მაშინ რა რეფორმა, აი აქ რო ჩასვათ, აი ესე. აი ახალი მინისტრი მოვიდა, აკეთებს რომ აი ის რას აკეთებს? მე გაკეთებულებიდან მინდა, ვინც ეს მინდა ესახნა. მოდი დავიღოთ ნებისმიერ ეტაპზე დაუშვათ დღეს თქვენ ახსენეთ რომ აი დაიწყეთ თუნდაც 4 წელი მერვე იმის რა ქვია თქვა 2013 მოვიდა მინისტრი დავანებოთ თავიქეთ 2013-ს აი დღეს მოვიდა ახალი მინისტრი გენერალურ შტაბში შტაბთან ერთად უпростоრად იწყებს პერსპექტიულ მოდელზე შეარაღებული ძალების მუშაობას. აი როგორი არმია უნდა ყავდეს საქართველოს. ეს ვერ გააკეთა ვერც ერთმა მინისტრმა, რასაც უყურებ მე ამ წლების განმავლობაში და ვერც ერთმა გენშტაბის უფროსმა ესეთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს. ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ მუდმივად გვიჩვენებენ, რასაც ქვია სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, ან თეთრი წიგნი იყო მანამდე და ასე შემდეგ, იქ არსად არის ხატა, კი არის სტრუქტურები, ხატია. და სხვათა შორის ერთ-ერთ დოკუმენტში ნანახიც მაქვს წლების განმავლობაში ბიუჯეტიც იყო გაწერილი და დღეს მაგას უკვე აღარ აკეთებენ. აი როგორ ამდენი ექნება ბიუჯეტი ჯარს გაისაათ 5 წლის მერე, 10 წლის მერე ამის პროგნოზირება დღეს როგორც უყურებ აღარ ხდება. ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს, დამტკიცდეს უნდა იმ პროცედურების გავლით, რასაც წეღან ვისაუბრე და უნდა დამთავრდეს. ამაზე ხელის შეხების უფლება, აი როგორც კონსტიტუციას ეხლა 100 კაცი არის კომისიაში 73 კაცია და აი კონსტიტუციას როგორც ეხლა ეფერებიან, აი ესე მოსაფერებელი არის ის გრძელვადიანი გეგმა შეერაღებული ძალების განვითარების. აი როგორი არმია დღეს ახლა 17 წელია, აი დაუშვათ 2027 წელს როგორი არმია უნდა გყავდეს. ეს უნდა გაიწეროს შემდეგ ყოველწლიურად, რას ვაკეთებთ ჩვენ ყოველ წელს, რა თანხებს ხარჯავთ, რა ღონისძიებებს ვახორციელებთ, რამდენ სპეციალისტს ვამზადებთ, რამდენ ტექნიკას ვყიდულობთ, რამდენი ჩამოწერას ვაკეთებთ. ეს დღეს არის ეს აი ეს რო დაიწყოს. თუ არის დადონ და მე მხოლოდ მივესალმები, მე ამას ყოველთვის ვამბობ, რასაც კარგს დავინახავ, ეს არ არის საიდუმლო. ესე იგი ამ პროცედურებს თუ ამას დაგვანახებენ რომ არის ესეთი გეგმა, გაწერილია ეს 10 წელზე, ასე შემდეგ და აი ამ გეგმიდან გამომდინარე ვაკეთებ ჩვენ წელს არმია დავყავს დაუშვა 15000-ზე და 2027 წელს გვეყოლება აი ამ რიცხოვნობის, აი ამ შემადგენლობის, აი ამ სტრუქტურის და ასე შემდეგ არმია. თუ ამას გვაჩვენებენ
ნუ არ ვიცი, სანთელს დაუნთებ ყველას აბსოლუტურად, ვინც არის დღეს გვაჩვენებენ, მაგრამ- თან, ა? არა, დღეს უნდა არსებობდეს, არა, გვაჩვენებთ. ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა არ არსებობს ეს. არ არსებობს. თქვენ მაშინ იქ ზის და მუშაობს საქართველოს. მე დავასრულებ თუ შეიძლება. თუ ეს არ არსებობს და ჩვენ რაღაცა ცულით თუ არ ვიცი სამართებლით, ესე იგი აი ყველაფრის კორექტირებას ვაკეთებთ არმიის ათასობით ადამიანს ვათავისუფლებთ, სტრუქტურებს ვაუქმებთ. ეს არის ნუ როგორც მინიმუმ ძალიან რბილად ვაფასებ, არარაციონალური გადაწყვეტილება. არარაციონალური გადაწყვეტილება ნებისმიერ ადამიანმა იცის, ვისაც ოდნავ განათლება აქვს, რას ნიშნავს. შეიძლება უფრო უხეში შეფასებები, იმიტომ რომ ასეთი გეგმები არ არსებობს. თუ არ არსებობს ასეთი გეგმა, დღეს ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს, უნდა დასხდნენ მთავრობაში, უმაღლეს მთავარ სარდალთან, კომიტეტებში, თუ საჭიროა ერთადაც შეიკრიბონ უშუალობის საბჭო, მოიწვიონ და ეს დოკუმენტები მოითხოვონ, მოამზადონ, რამდენი ხანის დაჭირდება ამაზე 1 თვე, 6 თვე, ჩამოაყალიბონ ეს ყველაფერი და შემდეგ დაიწყონ ჯარის განვითარებაზე მუშაობა. სხვაგვარად არ შეიძლება, სხვაგვარად არ ვინც გააკეთა, ყველამ კისერი მოიტეხა. ჩვენ ხო თითქმის ყველა ქვეყანაში ვართ ნამყოფი განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც გაიარეს რეფორმირების პროცესი და დღეს არ მოიტეხეს, ყველაფერი კარგად აქვს. ხო, კი ბატონო. მე ვიცი, ყველას თქვენ ცისნობთ იმადა, ჩვენ ცისნობთ, ის მართავს იმ ჯარებს. ხო, ნუ ეს თემა რო ამოვწუროთ ეგრე მე კიდევ ერთხელ მინდა ამ კითხვასთან დაკავშირებით, აი რას თქვა ბატონმა ამირანმა, არის ის, რომ ეს არის კანონის მიერ შემუშავებული გეგმა. თუ მიდის რეფორმა ძალიან რთულია და კონფუცი თქვენ იცით ამბობდა ყოველთვის, რომ ღმერთმა დაგვიცვას რეფორმისაგან. იმიტომ რეფორმა ძალიან რთული საქმეა, მაგრამ არ შეიძლება 20 წელი მიდიოდეს რეფორმა. ჯარს აშენება ჭირდება. თუ ეს არის ოპტიმიზაცია, იგივე საკითხია. ოპტიმიზაცია არის თქვა მანქანა სამი ბორბალი და დაუყენო მეოთხე ბორბალი და უფრო განზარდო მისი მონაცემები, ტექნიკური საშუალებები და საომარი მისი არეალი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის სხვასთან ლაპარაკი, სხვა თემა. თუ მიდის ჯარის ოპტიმიზაცია და ჯარი უნდა გახდეს 10-12,000, როგორც ამას ჩვენ თავაზობდნენ და ეს საიდუმლო არ არის. მე რო გენერალური შტაბის უფროსი ვიყავ, მეც თავაზობდნენ, ამერიკელები ისინი ჩამოდიოდნენ, ჩვენ ამ ხელა ჯარი არ ჭირდება. ჩვენ დროს ომი რო დამთავრდა, იყო 54,000. ჩამოიყვანეთ ოპტიმალური, გავაკეთეთ საქართველოსთვის 25,000. აი თუ ჩვენ პარლამენტმა, აი თქვენ რო ამბობთ, თავდაცვის კომიტეტი პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც შესთავაზებს, უნდა წარუდგინოს ყოველი წლის ბოლოს უმაღლესმა მთავარსარდალმა რა რაოდენობის ჯარი ჭირდება. და ეს თუ რაოდენობა მარტო კი არ იწერება, იქ გახსნა არის ყველაფერი, სად რომელ სტრუქტურებში და როგორ. თუ ის დაამტკიცა რაოდენობა, მე არ ვიცი, აქვს პარლამენტს დამტკიცებული რაოდენობა, ჯარი ამ ხელმო უნდა იყოს 2017 წელს. თქვენ თუ გახსოვთ, მე მგონი წინა გენშტაბის უფროსის დროს პრეზიდენტთან რაოდენობა დამტკიცდა. თუ არ მეშლება 37,000. ამის შემდეგ უშუალობის საბჭო მაგ საკითხზე მგონი არ გამართულა და ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი. აი, საერთოდ ვიცი და იმიტომ ვეუბნებით მაგას, საპარლამენტო დივანიც ვიყავი და ამიტომ ვიცი არა, როგორ ხდება იმასკენ რომ წესებს, ეხლა თუ გამიხილეს ამ დღეს არის 18,000. ხო. 18,000. ჯერთვის ზუსტად ვერსეთმა ვერ ვიხარ. გადმოცა კაპანაძე ვიქიდან 20,000-ზე მეტი არისო. ნუ 20,000 მაშინ თქვით, იმიტომ რომ 99 წლის ხელშეკრულებით, ეს ჩუძ ევროპაში ჩვენებული შეერაღებული ძალების ხელშეკრულებით, ხო? ყველა ეს სახელმწიფო ვინც იქ შედის, ხო? ყოველი 31 დეკემბრისთვის აწვდის ვენაში კი ეს ღია ჯარების რაოდენობას, ტექნიკას, ბრიგადების, მათი დისლოკაციის, შტაბის დისლოკაციის ადგილები და ასე შემდეგ, ყველაფერს, ხო? 31-ში ჩვენებიც მიაწია, ამიტომ თუ რას ვთქვი, საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა არ არის საიდუმლო ეს. ეს ხო არ არის დაცვის გეგმა, რომელიც უნდა წაიღო იქეთ, არა, თავდაცვის გეგმა ეს ხო არის, იმ ამოცანებს, რომელსაც შეასრულებს, ის ხო არის საერთოდ რა ძალები და როგორ და სად ვინჯოთ ისწავა. მაგრამ პარლამენტმა თუ დაამტკიცა რაოდენობა, იმ სხემიდან გამომდინარე, რაც შესთავაზა მას უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ჯარმა, იმიტომ ჯარიდან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი. რა სჭირდება? თუ უმაღლესმა მთავარსარდალი მივიდა ეს პირადი შემადგენლობა, იმას სტრუქტურები უნდა დაამტკიცოს. სტრუქტურები, იმიტომ შეიძლება პარლამენტში მოსმენა ჩატარდეს ამ ყველაფერს და თავდაცვის და უშუალობის კომიტეტი არის, ვინც წარადგენს ამას მოსმენისათვის. თუ დაამტკიცა ეს სტრუქტურას პრეზიდენტის, დირექტივა მიდის გენერალურ შტაბში, თავდაცვის სამინისტროს და ისინი ამ დირექტივას ასრულებენ. იცით ასეთ დირექტორას ასრულებს თავდაცვის მინისტრი და იგი? ჩვენთან ეს ხომ იცით რომ პირიქით ხდება ჯარი
აი ეს არის კანონი ჯერტი კონსტიტუციას არ შეესაბამება, თავდაცვაზე კანონს არ შეესაბამება, შეარაღებულ ძალებს არ შეესაბამება. უბრალოდ აი განტევების ვაცი არ მინდა არც მინისტრი გახდეს, არც გენერალური შტაბის უფროსი, იმიტომ ეს ყველაფერი საქმე არის გასაკეთებელი უმაღლესი მთავარსარდლის მისი უშიშროების საბჭოსთან ერთად, რადგან უშიშროების საბჭო 98-113 მუხლით აგებს პასუხს, ხო, კონსტიტუციის. არის აღშენებლობის საკითხები. თქვენს გადაცემებში ახლა მე წინა გადაცემასაც უცქირე და აი მუდმივად აბრალებთ, ესე ათავისუფლებთ შეარაღებულ ძალებს გენშტაბის უფროს პასუხისგებლობისგან და მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდლს აბრალებს. მესმის მე მისი პასუხისგებლობა. იმან უნდა დაწეროს თუ ის სწორად არ აკეთებს, იმან უნდა გააჩეროს გენერალური შტაბმა მოხსნას. ჩვენ იქამდეც ვერ მივედით. ჩვენ ხო ვიცით რომ აი პრეზიდენტს ვირჩევ, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, მსახიობი, მასწავლებელი ან ინჟინერი გახდეს ხვალ პრეზიდენტი. ხო, ვირჩევთ სამოქალაქო პიროვნებას. გენერალური შტაბი, დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო უსწროების სამსახური და ასე შემდეგ, სხვები მას უნდა უტარებდნენ კურსებს, უნდა ამზადებდნენ პრეზიდენტობისთვის. ასე უნდა იყოს. მოამზადა ვინმე ჩაუტარა პრეზიდენტს ასეთი რა. პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს, რა უნდა მოამზადოს. მაგის სისტემა უნდა არსებობდეს, ანუ კაბინეტში რო შედის, მაშინ ან უშიშროების საბჭო უნდა მუშაობდეს ამაზე და ასე შემდეგ ახლა და მე ამიტომ ვამბობ ყოველთვის. თქვენ ბლოგი გაქვთ მაგის გარკვეულ მე ამიტომ ვამბობ ყოველთვის რომ აი უმაღლესი სამხედრო პირი არის გენერალური შტაბის უფროსი. მე პიროვნულად არავის მიმართ ვიცით რომ არასდროს არ შევდივარ პიროვნულში, გამიგეთ, მაგრამ ის არის პასუხისგებელი პირი. მან პრეზიდენტსაც უნდა ურჩიოს, უნდა უთხრას ბატონო პრეზიდენტო, აი გიმზადებთ დოკუმენტს. ხომ გიმზადებიათ პრეზიდენტისთვის უამრავი დოკუმენტი, თქვენ როცა იყავით მთავარი შტაბის შეველმა სამხედრო მრჩეველმა, რომელიც კანონით არის, როგორ უნდა ურჩიოს უმაღლეს მთავარსარდალს, თუ ის არ დაუძახებს და არ ეტყვის. შეველი მიტომ არის, თუ არ დაუძახებს, უნდა დაუწეროს და უნდა მოითხოვოს. დაწერილი, ვინ უნდა დაწეროს ეს? უშიშროების საბჭო ბარისთვისა. თუ იქ არაკომპეტენტური პირებია, ბატონო, ამირა, ვერ დაგეთანხმებით. არა, თუ არაკომპეტენტური, მაშინ მოიყვანოს კომპეტენტური პირები. ეს მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ იმათმა მოამზადოს და დაუძახონ დაზვერვას, დაუძახონ იმას, ჩაუტარონ ის სწავლებები, რა ვიცი, რაც მოვალეობა არის უმაღლესი მთავარსარდლის. რომ იცოდეს ეს ყველა. მე ხომ ის პასუხისგებლობას აქედან არ ვხსნი. მე უბრალოდ გეუბნებით, რომ როცა ის არ ითხოვს ამ ყველაფრის გაკეთებას, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას და ეს ვიღაცა მინისტრს სხვათა შორის გენშტაბის უფროსი თუ იქეთენ რაიმე არასწორი განკარგულება მოვიდა, უნდა აიღოს ყურმილი დაურეკოს ბატონო მინისტრო შეხვედრა მინდა და უნდა უთხროს ეგ არასწორი. აქ არ შეიძლება მოფერება და მინისტრი არ უნდა ერეოდეს გენერალური შტაბის საბრძოლო ფუნქციებში და მაჯარების მართვის ფუნქციებში. როგორც ამბობს ახლა არ ერევა. როგორ არ ერევა, ხომ მოხსნეს გენშტაბის უფროსის მოადგილეები, წარდგინები და როგორ შეუძლია მინისტრს მოხსნას გენშტაბის უფროსი. ეს ალბათ გენშტაბის უფროსის მოთხოვნით. არ შეუძლია, იმიტომ რომ შეუთავსებელია მინისტრი მოვიდა და რამდენიმე ოფიცერი, მინისტრის საქმე ეს არ არის. მინისტრის საქმე არის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საკანონმდებლო უზრუნველყოფა, საერთაშორისო. მინისტრმა მოხსნა თუ გენშტაბის უფროსმა მოითხოვა მათი გათავისუფლება. გენშტაბის უფროსმა უნდა მოთხოვოს თავის უმაღლეს მთავარსარდალს, არა მინისტრს. მინისტრი სამოქალაქო პირია და საბრძოლო მოქმედებებზე პასუხს არ აგებს ბატონო. კანონით ხომ გენშტაბის უფროსის მოადგილეებს მინისტრი ნიშნავს. გენშტაბის უფროსის წარდგინებით ნიშნავს, მაგრამ წარდგინება საერთოდ მოადგილეებს მინისტრი ნიშნავს. ჩვენ ჩამოთვალეთ კონსტიტუცია, თავდაცვაზე, არც ერთი კანონი არ შეესაბამება იმას, რაც უნდა იყოს. კი ბატონო. დანიშნა, ხო, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. ამერიკაში ნიშნავს ლეიტენანტიდან დაწყებული იმამდე პრეზიდენტი და ჩვენთან რა გახდა ასეთი პრეზიდენტმა, რომელსაც აი მართოს უნდა ეს სისტემა. მე გეუბნებით, რაც არის დღეს, ასეთი წესი მოქმედებს. პრეზიდენტი არ ნიშნავს წესით, კანონით, დღევანდელი კანონმდებლობით გენშტაბის უფროსის მოადგილეს ნიშნავს მხოლოდ მინისტრებს ნიშნავს და იმას პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არა, გადაწყვეტილებას ის ამტკიცებს. ეს ის ყველაზე მაღალი ორგანო მაგია, ხო? ამტკიცებს პარლამენტი. არა, პარლამენტმა ხო დაამტკიცა და მე ეს ყველაფერი ძალაში რო შეიყვანოს პრეზიდენტთან შედის. კი ბატონო. მე უბრალოდ მობილური არის ბატონო ამირან და გადავიდეთ შემდეგი საკითხი რო კარგად მოემზადოთ და გავაისახნოთ აი მდგომარეობა შეერაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვასა და საჰაერო ძალებში. და ის ოფიცრები, რომელიც გამოიყვანეს აეროდრომის ქსელი, ტექნიკური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. შემოიყვანეთ მობილური და შემდეგ გადავიდეთ ამ თემაზე. ისმენ. საღამოშიდოვისა ბატონო გენერლებო, მოგესალმებით. გამარჯობა. ესე იგი ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ესე იგი პარლამენტის თავდაცვის უშიშროების კომიტეტში არის თუ არა პროფესიონალი სამხედრო, აი წევრი ვინმე? ძალიან მთხუთი პასუხოთ ამაზე, მადლობთ. მადლობთ. არის, როგორ არ არის?
იქ არის კობა კობალაძე, მოადგილი არის თავდაცვის უშუალო კომიტეტის თავმჯდომარეს. მე შევხვდი გასვენებაში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან კარგი პროგრამა აქვს, საკანონმდებლო პროგრამა, რაც უნდა გააკეთონ, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ არ ეკითხებიან ამ ხალხს. არ ეკითხებიან რა და როგორ უნდა იყოს. პასუხისმგებლობას ის ვერ აიღებს, რომ გააკეთოს რაღაცა და ვიღაცას დაავალოს, იმიტომ რომ ის საკანონმდებლო ორგანოშია და მას შეუძლია კანონები გააკეთოს, კანონები შეასწოროს, შეიტანოს ის ცვლილებები, რაც საჭირო არის, რომ შეარაღებულმა ძალებმა ნორმალურად და კარგად იფუნქციონიროს. მაგრამ ეს კარგია, შარშან ესეც არ იყო. მაგრამ თავდაცვის უშუალო კომიტეტის გარდა ყველაზე მთავარი ორგანო შეარაღებულ ძალებში არის უმაღლესი მთავარსარდალი მისი უშიშროების საბჭოსთან ერთად და ისინი წყვეტენ როგორი უნდა იყოს ისინი ამუშავებენ ყველაფერს მინისტრთა კაბინეტსაც იმასაც თხოვენ რა უნდა იყოს გაკეთებული ჩვენთან ეს კავშირი ვერ დამყარდა ვერა ამიტომ დრო არ დავკარგოთ ბატონო გადავიდეთ პირდაპირ ჩვენ ამ საკითხზე რაც დიდხანს არ მინდა მე ახლა საჰაერო ძალებზე ვისაუბრო ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამ თემებზე და წერ ხალხი კითხულობს ორი კონსტანტაცია გავუკეთოთ გავუკეთოთ სწორია გავიგე რაც გამოა ის კარგია თუ არა 30 რაც დაწერათ ის თქვით აქ ბლოგში როგორ დაწერეთ გავიგე მაგას ვიტყვი ზუსტად ახლა მე ჩემს სიტყვებს არ ვცვლი ხოლმე საერთოდ რაც ეხება ზოგადად საჰაერო ძალებს ჯერ ის უნდა ჩამოყალიბდეს როგორც სარდლობა ოპერატიული დონის სწორი სტრუქტურით და სწორი დაქვემდებარებით ის სახელწოდება და ის სტრუქტურა რომელიც არის დღეს ეს არის არასწორი სტრუქტურა უნდა დამტკიცდეს ნორმალურად იმ პროცედურების გავლით როგორც ჩვენ ვისაუბრეთ და პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს აღდგეს უნდა ისეთივე როგორც ანუ იმ სტატუსით როგორი სტატუსითაც იყო ომამდე სანამ გააუქმებდნენ ანუ ოპერატიული სარდლობა ნორმალური და არა რაღაცა დეპარტამენტის დონეზე და სიტყვა სარდლობა არა უნდა ერქვას მას როგორც უნდა საერთოდ აუქმებენ ბატონო ავირან ვილაპარაკოთ ამაზე არა აუქმებენ სამხედრო ვიტყვი ბატონო გურამ ყველაფერს მას ქვია ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობა ეს არის არასწორი თვითონ სახელწოდებაში მას უნდა ერქვას ძალები მაშინ შეიძლება ეს ჩვენ აღვიქვათ როგორც მაშინ სარდალიც უნდა იყოს ამ ძალებს რა თქმა უნდა გენშტაბის უფროსის დაქვემდებარებაში სარდლობა შეიძლება ჩვენ რაღაც აღვიქვათ როცა რაიმე მიმართულებაზე სარდლობას ჯგუფს ქმნით ან დროებით შექმნილი სარდლობა უნდა ერქვა ან ჯარები ან სარდლება ეს არის სწორი დასახელება და სწორი სტრუქტურა უნდა შეიქმნას ეგ ერთი და რაც ეხება თქვენ რაზეც მეუბნებით სამხედრო ავიაციაზე მეკითხებით მაგაზე გვაქვს ძირითადი გართულება კერძოდ Su-25-ს მე არსად არ ვამბობ რომ ჩემი მოსაზრება არის ყველაზე სწორი და დანარჩენ მოსაზრებებს მე არ ვიღებ წინასწარ ხო მე ვამბობ რომ ასეთი საკითხების ესე განხილვა მხოლოდ გენერალურ შტაბში არ შეიძლება ისევ კონსტიტუციას აგერ მაგალითისთვის მოვიყვან ეფერება ახლა 73 კაცია კომისიაში შეყვანილი ალბათ მეგრე საჯარო განხილვებიც მოხდება და ასე შემდეგ რატომღაც ჩვენ შეგვიძლია ესეთნაირად ავიღოთ სამხედრო პენსია და სოციალური პაკეტები ერთმა კაცმა გადაწყვიტოს და შეცვალოს სამხედრო ავიაცია და მისი ბედი მთლიანად ერთმა კაცმა რამდენიმე პიროვნებამ გადაწყვიტოს ასე არ ხდება ეს არის ჩვენი ქვეყანა მისი თავდაცვის უნარიანობა არის ყველას თავის სატკივარი ჩვენ გარედან ის კი არ გვაინტერესებს რა ვინმეს სავარძელში შევეცილოთ კარგად იყოს ყველაფერი და საერთოდ არ ვიფიქრებთ არც ერთი ჯარზე მხოლოდ ტას დაუკრავთ გარედან მე არ ვამბობ რომ ჩემი მოსაზრება არის მართალი რომ Su-25-ები უნდა გვყავდეს უბრალოდ მოხდეს ამისი სწორი განხილვა ეს ერთი მეორე დაუშვათ მივიღეთ გადაწყვეტილება და არ გვჭირდება Su-25-ები აი მე ესე იგი პირველი უნდა მოხდეს განხილვა შეიკრება ყველა უშროების საბჭო არ ვიცი სხვაგან თავრობაში განიხილეს და ყველა ეტაპზე გადასცეს რომ აღჭირდება Su-25-ები კი ბატონო არ არის პრობლემა რას უშვებით იმ სპეციალისტებს განსაკუთრებით მაღალი წოდების და გამოცდილების და კვალიფიკაციის ოფიცრებს რომლებიც დღეს დათხოვნილების სიაში არიან და მე გამოვაქვეყნე იმ ხალხის სია პოლკოვნიკი აბრამიშვილი, ივანენკო, ალადაშვილი და სხვა უამრავი არ ჩამოთვლი პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები არიან და მე მათზე ორი სიტყვით შემდეგ ვიტყვი, რამდენი არის დახარჯული დრო, ენერგია, სახსრები და ასე შემდეგ. ამ ხალხს რატო ვუშვებთ სახლში? ავიაცია ხო გჭირდება სამხედრო, აი ხო საუბრობენ. წინა მინისტრის დროსაც იყო საუბარი, ახლაც არის საუბარი, რომ ჩვენ განვავითარებთ
შეუმფრენების პარკს. სპეციალისტებს მომზადება ხო ჭირდება? შტაბებში გამოსთილი ავიატორები ხო გჭირდება, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს დაგეგმავენ, აკადემიაში სპეციალისტებს მომზადებენ, სკოლა გვაქვს საავიაციო ბრძანისის ცენტრში. იქ ხო დასაკომპლექტებელია კვალიფიციური ხალხი და ეს სკოლა. აი იმდენ ხალხს რატო უშვებთ სახლში? აი მე ახლა რაღაც გვარები ვახსენე გეტყვით. იროკეზების ესკადრილიის მომზადება დაიწყო 2000-იანების დასაწყისიდან. აი ჯერ კიდევ ვალერი ნაყოფიას ავიაციის გენერალ-მაიორ ვალერი ნაყოფიას სარდლობის დროს და თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე იყო. აი ნებისმიერი ადამიანი დაასტურებს იმას თუ რა დრო, რა სახსრები დაიხარჯა ამერიკელების მიერ, ჩვენის მიერ. აი ამ ესკადრილიის შექმნაზე. გადახედონ დღეს რამდენი დარჩა ამ ესკადრილიაში. ეს ხალხი უნდა იყოს დღეს ელიტა ქართული ავიაციის და აი იმ სარდლობის, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკებთ. და ისინი 70% ჯარში აღარ მსახურობს. ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროშია, ზოგი აფრიკაშია, ზოგი სახლში მიდის ახლა. აი ეს აბრამიშვილის მიზანმიმართული დაშლა? არა, მიზანმიმართულს ახლა ნუ როგორ უნდა დავაბრალო ადამიანს მიზანმიმართული დაშლა? არა, ნუ ხო დაშალეს და კაცი არ გამოდგა, რომელიც გადაუდგა წინ, ხო? წლების განმავლობაში ხდება და ნუ კაცი რა ვიცი. და რა დაგეგმას აკეთებს? დაგეგმვას გენერალური შტაბი, სადაც ავიაცია უნდა იყოს გამოყენებული და ის საცეცხლე ერთეული, რომელიც ხდება იმ საზღვარს, სადაც მაგალითად საარტილერიო დანადგარები და შეუძლია ეს ალკეთემა ბატონო გურამ ჩვენ ამაზე მობილური შემოიყვანოთ და ამ მობილურს ბევრი დრო მიაკეთებს. შემოიყვანეთ ზარე. ალო. გისმენ? გამარჯობათ, საღამოშვილებისა. მოგესალმებით. მოგესალმებით, ბატონო გენერლებო, ყველაფერს ისულოთ ცხოვრებაში. ჩვენი სამედნიეროდ. ეხლა ბატონო გენერლებო, შეგიტყობთ თქვენთან. ყველაფერი კარგია, აწყობილია სარდალის სამინისტროში ყველაფერი. ყველაფერი აწყობილია გენერალურ შტაბში. კარგადაა ყველაფერი. მაგრამ მაინც გული მწუდება მე რომ თქვენი სახით და ჩვენ გენერალი ხავს. აიღოს მაგალითად ბატონი თევზაძე, დავით თევზაძე ხარდეს სახელმწიფოს იენ და გენერალური შტაბის უფროსის ბატონი იზორია, მე არ ვამჩნევ მას, სამჩენო გაუმარჯოს და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან კიდევ. ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთი ჯარი სადაფხავს, ჯარი მითხარით და შეიარაღება როგორი ვას. არ თანდაცვა მადლობ. გასაგებია კითხვა. ორი სიტყვით ბატონო. ნუ დავაზუსტებ ბატონი ლევან იზორია თავდაცვის მინისტრი არ არის გენშტაბის უფროსი, რაც ეხება კადრების ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ ახლა. დავით თევზაძე ერთ-ერთი იგივე გამოსტილი სპეციალისტი, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვის საკითხებში, საერთოდ სახელმწიფოს მოწყობის საკითხებში არის ერთ-ერთი კვალიფიციური სახელმწიფო მინისტრი პრეზიდენტი რო ყოფილიყო, სახელმწიფო დარგებოდა ჩვენ. თეორიის საკითხებში, რასაც ქვია სახელმწიფოს თეორია, არის ერთ-ერთი კვალიფიციური ადამიანი, მათ შორის თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში. ამიტომ გენშტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაი არის დაზუსტებისთვის, უბრალოდ მოსახლეობისთვის, ტელემაყურებლებისთვის. გავაგრძელოთ ჩვენ ესეც იგივე კადრების რესურსებს ხარჯავთ და კადრების რესურსს ვანიავებთ წლების განმავლობაში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. დანარჩენი გამოსწორებადია. დღეს შეიძლება რაღაცა ვინმე სტრუქტურა შეცვალოს, ხვალ მოვიდეს სხვა გააკეთოს ნორმალურად და დაიწყოს განვითარება. ეს არ არის პრობლემა. თქვენ კადრები რა უნდა გაკეთდეს და როგორ? თქვენ ხო იყავით იზორიასთან, თავდაცვის ბატონ იზორიასთან? თავდაცვის მინისტრთან ჩვენ გქონდა შეხვედრა მაშინ როცა ესე იგი მისი აზრიანი საქმიანობის ანგარიში შედგა, მანამდე ქონდა შეხვედრა, როცა წამოიჭრა თუ გახსოვთ რა თქმა უნდა, ვადიან სამსახურთან დაკავშირებით, მე იცით რომ პუბლიკაციები ქონდა ამასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ჯგუფი შექმნა თავდაცვის მინისტრმა და ამ ჯგუფში მიგვიწვია. ნუ ამის შემდეგ იყო ახლა საკითხები, რაც ეხებოდა იქ სახაერო ძალებს, სხვა თემებს, 25-ებს და ნუ ეტყობა ჩემი პუბლიკაციები არ არის მოსაწონი თავდაცვის სამინისტროში. დღეს ჩვენ კომუნიკაცია არც ერთ საკითხზე არ აქვს.
ჩემი ბრალეულობით არა, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს და წერ იმისთვის რომ წაიკითხონ და ვიცი კითხულობენ. აბა კუბიკი urჩევს თუ ვინ urჩევს ბატონო ამირან? ჩვენ კუბიკს რაც მინდა ორი სიტყვა თქვა. კუბიკის ჯგუფს რაც ეხება და ჯერ გამარტია საზოგადოება არის ეს რა არის? არის მრჩეველთა ჯგუფი ამერიკელების, რომლებიც დაახლოებით 18 წელია, 20 არა და 99-დან თუ 2000 წლიდან მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში. ზუსტად შეერაღებული ძალების რეფორმებზე და ფაქტიურად მათი რეკომენდაციით ხდება ჯარის განვითარება, უფრო მეტი შეიძლება ითქვას, რომ მათთან შეთანხმების გარეშე მსხვილი საკითხების გადაწყვეტა მგონი არ ხდება ქართულ არმიაში, ალბათ საკადრო საკითხებიც, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად, როგორც ვიცი, საქართველოს ბიუჯეტი დიდი ხანია ამ ორგანიზაციას აფინანსებს და მე უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი. მე არ მინდა ახლა პასუხისგებლობას ვერავისას ვერ დავაყენებ, გარდა საკუთარი მრჩევლები არიან და ანაზღაურებას იღებენ ამისათვის, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ბიუჯეტიდან თუ ამერიკის ბიუჯეტიდან, ანუ ეს თანხებიც იხარჯება, ეს ჩვენ გვეწერება ყველაფერი და პლუს კიდევ ვიცი, რომ ჩვენ ვაფინანსებთ გარკვეულწილად ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქ და რატომ გვიწევს ჩვენ 20 წლის განმავლობაში მუდმივი რეორგანიზაცია? შევამცირებთ რამდენი ათასით, მე დავაგროვებთ, მე ისევ შევამცირებთ, ისევ დავაგროვებთ და ის პროცესი, რაც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვთქვით, რატომღაც არ კეთდება ისე, როგორც კეთდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. არსად ასეთი ქრონიკული ჩეხარდა შეიძლება დაარქვა და რაღაცა უბედურება ის რაც ჩვენთან არის. მე არ ვამბობ დღეს მარტო, ეს არის პროცესი წლების განმავლობაში. მუდმივი ცვლა. 20 წელია თითქმის 19 წლიდან 2004 წლიდან მგონი მე-12 თავდაცვის მინისტრია, მერვე გენშტაბის უფროსია. ანალოგიურად სარდალიც მგონი მერვეა, თუ მე-9 არა და გაყავით ახლა 12 წელიწადში რომ აი მინისტრი საშუალოდ არის 1 წელი თანამდებობას. ესეც ახლა გასაშვალოებული, ცოტა ბევრი გამოდის, ზოგი მინისტრი 4 თვე იყო, ზოგი 5 თვე იყო, ზოგი 6 თვე იყო, რა უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა 6 თვეში. როგორც დაჟალეს და ის მეტი რა. ხო და აი ეს არის ყველაფერი, მოკლედ სისტემური საკითხებია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, იკარგება ოქროს კადრები იკარგებიან. აი ეს არის ყველაზე დასანალი ჩემთვის, კიდევ ამ ტექნიკა შეიძლება დღეს დაჭრა ხვალ ახალი იყიდო. თუმცა ეს არ შეიძლება ახლა ჩვენ ახლა აი სკოლა მოკვდება მთლიანად სამხედრო თვითმფრინავების პარკის პრობლემა იმდენად კი არ არის აი სკოლა მოკვდება მისი ექსპლუატაციის გამოყენების და აგეგმვის მომზადების და ყველაფრის აი სკოლა მოკვდება ახლა ამ გადაწყვეტილებთ ხვალ რომ მოგვინდება ჩვენ მაგალითად აი გამოჩნდა ქვეყანაში სახსრები იმისა რომ ჩვენ ახალი ავიაცია შევიძინოთ ახალი საფრენი აპარატები სპეციალისტების მომზადებას დავიწყებთ ნოლიდან. როცა რომ შეიძლება რომ ჩვენ გადამზადდება აი რატომ არის ახლა ცუდი აი საზღვაო ძალების დეპარტამენტის გაუქმება მე თქვენი გადაცემიდან გავიგე სიმართლე გითხრათ არ უცოდი რომელიც იყო გენერალურ შტაბში აი რა იყო იმ დეპარტამენტის ფუნქცია ხვალ რომ ომი დაიწყოს აი ამ დეპარტამენტმა სანაპირო დაცვის რაღაც იქ შტაბმა კი არა აი ამ დეპარტამენტს უნდა მიეღო თავის შემადგენლობაში ყველა მცურავი აპარატი რომელიც საქართველოს გააჩნია და ოპერაცია საზღვაო ოპერაციები მათ შორის სანაპირო ზოლის დაცვა აი ამ დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა ახლა მეორე მხარეა იქ დაკომპლექტება როგორი იყო და იქ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მოადგილე მე არ ვიცი ვინ იყვნენ სტრუქტურა იყო ნორმალური სისტემა ხო ვინ იყვნენ თანამდებობებზე მე არ ვიცი დღეს მაგას პიროვნებებზე აქ არ არის საუბარი რამდენად კვალიფიცირებული იყვნენ დეპარტამენტის გაუქმება არანაირად არ შეიძლებოდა თუნდაც იქ მცირე ჯგუფი 15-20 კაციანი სპეციალისტებით დაკომპლექტებული აუცილებლად უნდა დარჩეს თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მაშინ ჩათვალეთ რომ ჩვენ ომზე არ ვფიქრობთ უბრალოდ და თუმზე ომზე არ ვფიქრობთ კიდევ ერთხელ აი მთელი პასუხისგებლობით და გულწრფელად გეუბნებით თუ ვინმე იტყვის რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში თუნდაც ან 50 წლის განმავლობაში კონფლიქტს არ ექნება ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე საერთოდ აი სანამ ცოცხალი ვარ ჯარზე არ ვიფიქრებ გავაუქმოთ რაში ვიხდით 600 მილიონს აი გამაგებინეთ და თუ ჯარს ვამზადებთ ომისთვის მაშინ გამაგებინეთ აი ვინმე მახსნას
აი სანაპირო ზოლის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენ წინა გადაცემაში თქვით 305 თუ 9 კილომეტრი, აქედან თითქმის ნახევარს აკონტროლებს დღეს რუსეთი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენია ეს ტერიტორია, დარჩენილ ზოლსაც რას უშვებით? აი ანუ ომი იქნება მარტო იქ სადაც ჩვენ გვინდა? ასე ეგონათ 2008 წელს რომ კონფლიქტი იქნებოდა, მე სერიოზულად გეუბნებით და მე ჩემს მეგობრებთან რამოდენიმესთან მათ შორის იმ ხალხთანებით სამხედრო თემებზე წერენ, ხშირად ჰქონდა კამათი ომამდე. ომი რომ მწიფთებოდა ეს ხო იგრძნობოდა 2006-ში, 2007-ში რომ ჩვენ მივდიოდით კონფლიქტისკენ. და მაშინ მქონდა საუბარი და კამათობდით იმაზე, რომ მე ვეუბნებოდი, რომ თუ კონფლიქტი იქნება, გასცდება ეს ცხინვალის რეგიონის საზღვრს, მეუბნებოდი, არ გასცდება. ომი იქ არ იქნება, სადაც ჩვენ გვინდა და თუ არ გვეყოლება სანაპირო თავდაცვა, ფლოტზე არ არის საუბარი, ესე იგი იქიდან არ შემოგვიტევენ, პირველ რიგში იქიდან შემოგვიტევენ. ჩვენ ხო ვიცით, ფოთიდან გადავყავდა პირადი შემადგენლობა სოხუმის იმაში დასაცავად, ხო, აფხაზეთის ომში, იმიტომ რომ აქედან არ გვიშვებდნენ. ხო, ასეთ რაღაცა შეიქმნება ნებისმიერ შემთხვევაში. აი ძალიან ცოტა დრო დაგჭირდა ბატონო ამირან და აი მინდა აი კონკრეტულად რომ გაცეთ. თქვენ იცით რომ 2004 წლამდე ჯარიდან ვინც იყო გაშვებული, მათი დავალიანება ხელფასების დავალიანება. ნუ ზოგი ასაკით გავიდა, ზოგივით 30 მილიონი ლარია. უკვე 32 მილიონი ლარი ბატონმა იზორიამ თქვა მოაგროვეო. მაგრამ არავინ არ ფიქრობს ეს ხალხი, ეს იმ ხალხის ფული, ბევრი გარდაიცვალა, ბევრი მოვდა. დაუმაყოფილებელი არის ბინებით, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტებით, ჰოსპიტალის არა გვაქვს თქვენ იცით ყველაფერი. აი ახლა კიდევ სადღაც როგორც ჩვენ გავთვალეთ 4-6,000 ადამიანი შეემატება საპენსიო იმას და ბინებიც არა. აი გენერალი ეს პოლკოვნიკი ლორია რამდენი ხანია ობინაოდ არის, უკვე შვილიშვილები ეძდება იმ დაქირავებულ ბინაში სადაც იქ ცხოვრობს. უკვე ჯარშიც აღარ არის, ფულიც არა, კარიცის რა გადაიხადა. ჩვენ ვიცით გენერალი რაზმაძე საერთოდ გარაჟიდან გაასვენეს და ისახნეს. აი ეს პრობლემას, აი როგორ გადაწყვეტავს ბატონი გენერალი იმნაძის სტრუქტურა ვეტერანთა დეპარტამენტი შეძლებს ამის გადაწყვეტას? აი სიმართლე გითხრათ ფაქტიურად 20 საკითხი მაქვს ჩამოწერილი, სადაც აბსოლუტურად ყველა არის. აი ამ გადაცემაში არ ესწრება მესამედის განხილვაც კი და ერთ-ერთი საკითხი არის ჩვენ გადაცემამდე ვისაუბრეთ ამ თემაზე, ეს არის სოციალიზაცია გაშვებული ხალხის და მათზე ზრუნვა. ვეტერანების საკითხსაც მინდოდა შევხებოთ. მე მინდა ყველას გავაგებინო პოლიტიკოსებს უბრალოდ, რომლებიც ზოგი დღეს არის ხელისუფლებაში, ზოგი ადრე იყო, ზოგი ხვალ იქნება. ყველა საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ ვეტერანს იმდენად მატერიალური არ ჭირდება რამ პირველ რიგში, რამდენადაც მორალური დაფასება და მხარდაჭერა. ჩვენ ამასაც ვერ მივახციეთ. ვეტერანის დღე არ აქვს. ნუ არ მიყვებით, რომ არ არის საუბარი, რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ღონისძიებებზე არ ვეძახით, გვარდიის დღეზე არ ვეძახით, საჰაერო ძალების დღეს, ავიაციის დღეს, ავიაციის ვეტერანებს არ ვეძახით, საჰაერო თავდაცვის დღე, როგორც ასეთი გაქრა საერთოდ არსებობდა ასეთი დღე და ასე შემდეგ. არმიის დღეს, არმიის ვეტერანებს არ ვეძახით. ეს არის პირველ რიგში პატივისცემა. სახელმწიფო ღონისძიებები როცა არის 26 მაისია, იქ პრეზიდენტთან, იმ დროშებთან ჯართან ვეტერანები უნდა იდგნენ ცალკე, ბაბუები არის ზოგი როგორც ამბობ, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ინვალიდია, ისინი ყველანი, ისინი ჩვენი საზოგადოების საპატიო ნაწილი სანამ არ იქნება, სოციალურზეც არ ვიფიქრებთ, ანუ ჯერ ჩვენ მორალურ პატივისცემაზე და დაფასებაზე უნდა შევთანხმდეთ ამ ხალხის და ის რაღაცა მოგონილი, ნუ ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა ცუდი ხდებოდა იგივე ომის დროს, ომს მოაქვს ესეთი რა, მით უმეტეს როცა სახელმწიფო ყალიბდება. ეს ხო ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ეს ხო ჩვენ ვართ, კარგი ვართ, ცუდი ვართ, ჩვენ ვართ. ნუ ეს ხალხი ხო მოუმზადებელი მიდის ახლა იქ. რა თქმა უნდა, არავინ არ მოამზადა. იმან იცით რომ 55 წელს გახდება წავიდეს უნდა საპენსიო ასაკი. ეს საკითხი თემა არის კიდე, რომელზეც აი ვერ მოვასწარით შეხება, ამიტომ ვეტერანებზე რომ დავამთავროთ და ბინებს და ყველაფერს რაც ეხება, რა თქმა უნდა დღეს ყველაფერი ერთდროულად არ მოესწრება, მაგრამ გავუსვამ კიდევ ერთხელ ხაზს. მოდი ჯერ პატივისცემა ვისწავლოთ ამ ხალხის და გავითავისოთ, რომ ისინი ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი ორგანიზმის ნაწილია და მორალურად დავაფასოთ და აი ამ ყველაფერს წარმოვადგინოთ. ტელევიზიას საზოგადოებას არ წვიდავთ. თქვენ უმაღლესი მთავარსარდალი, პარლამენტი, თქვენ მთავრობა
გვისმენენ, აბა რა ვთქვა ბატონო, არ ვთქვა? და მეორე საკითხი უკვე არის უკვე სოციალური საკითხები, რომლებზეც რა თქმა უნდა დავიწყოთ, უნდა ფიქრი და მე აქ მინდა აუცილებლად იმ ადამიანებზე ვთქვა, რომლებსაც ახლა უპირებენ დათხოვნას და ბევრი უკვე უმეტესი ნაწილი დათხოვილია. აი თავდაცვის სამინისტროს უნდა კონდეს გათავისებული და უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ხვალ მათაც მოუწევთ. და შეარაღებულ ძალებზე ვლაპარაკო პირველ რიგში გენერალურ შტაბს. დადგება ის დღე, როცა ანალოგიურად თვითონ აღმოჩნდებიან ესეთ სიტუაციაში. მათ სოციალიზაციაზე, მათ მომზადებაზე სამოქალაქო ცხოვრებისთვის უნდა იფიქროს ხელისუფლება, მთავრობა, რა თქმა უნდა, ბინები მისცეს და ისე გაუშვას, რატო? ბინებზე არ არის საუბარი, ახლა პირდაპირ რამდენიმე 1000 კაცს ითხოვენ, მაგრამ ესეც გათვლილი უნდა კონდეს, როცა ხალხს უშვებს, ადუშვებ, ხო? ეს სალკე თემა არის. ბინების თემა, ბინები ჯერ უნდა შეეცადო, რომ ოფიცრებს მიცე ყველა და როგორ ნაწილდება და ეს ახლა სხვა თემებია, მაგრამ აი ამ ხალხის მომზადებაზე დაწყებული კურსებიდან, დამთავრებული IAFI კრედიტებით და ფეხზე დაყენებით არ შეიძლება ოფიცერი, რომელიც გემსახურა 20 წელი, გაუშვა სახლში და დაივიწყო. ეს არეცხი არ არის, რომ გადაფინო და გააშვა. აი ეს არის, ამაზე უნდა ვიფიქროთ. არ გვეყო რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დრო, მაგრამ მე მინდა გიორგი ჭყონდიდელის სიტყვები, რომელთაც მათ მიმართა დავით აღმაშენებელს და თუ გინდა ძლიერი საქართველო ღირსება დაუბრუნე ხალხსო, თუ გინდა ძლიერი ჯარი ღირსება უნდა დაუბრუნოთ ოფიცრებს, რომელიც მათ არ გააჩნია. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ ამირან ჩვენი სტუმრობით, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვის და საჰაერო ძალების ბოლომდე ვერ გავხსენით, მაგრამ ვიცი მოსმენელებმა ბევრი ბლოგი აქვს დაწერილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ, შეხვიდეთ ინტერნეტში, აქვს მას ეს ბლოგები გადაწერილი და ჩვენი სტუმარი იყო დღეს ბრიგადის გენერალი ბატონი ამირან სალუხვაძე. მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად გრძანდებოდეთ.